სტუდია. მოგესალმებით ბადუცემულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. ღია სტუდია იწყებს მუშაობას ღია ეთერში. დღეს გესაუბრებით საქველმოქმედო ღონისძიებაზე. ქველმოქმედება ზოგადად არ არის უცხო და კარგია რომ ერთი დიდი აქცია კვლავ ტარდება თბილისში, ამჯერად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ღონისძიების შესახებ გესაუბრებათ უშუალოდ მისი ორგანიზატორი, რომელიც ჩვენთან სტუდიაში იმყოფება. ეს გახლავთ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი ბარბარე ბაია ბეზარაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ბაია. მოგესალმებით ბატონო გოგი, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, კიდევ ერთ სტუმარს ველოდებით და მას ოდნავ მოგვიანებით წარმოგიდგეთ ჩვენ ძვირფასო რადიო მსმენელებო. ახლა კი ჯერ ტელეფონების ნომრები უნდა შეგახსენოთ ქალბატონ ბაიასთან თუ გექნებათ შეკითხვები, ისარგებლეთ ჩვენი ტელეფონებით 240 91 92 და 240 92 92. მაშას ექიმთა აქტივობები ჩვენთვის ცნობილია, ბევრი ასეთი გვინახავს, მაგრამ ეს დღევანდელი ღონისძიებას ნამდვილად ძალიან გრანდიოზულია და ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს რომ აქვე ვიდრე ქალბატონი ბაია დაიწყებს საუბარს, მე მინდა გითხრათ რომ გამყოფ ზოლთან ცხოვრებ ადამიანებს, იქ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ეძღვნება ფაქტობრივად დღევანდელი ღონისძიება და შემთლიანი შემოსავალი რაც იქნება მოხმარდება ამ ადამიანების სამედიცინო მომსახურებას და აგრეთვე მატერიალურადაც დაეხმარებიან განსაკუთრებით ვისაც აქვს ამისი საჭიროება, ხო? ახლა მინდა გადმოგცეთ თქვენ სიტყვა ქალბატონო ბაია და ჯერ ექიმთა ამერიკასის ექიმთა ლიგაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ თქვენ საქმიანობაზე. დღევანდელ ღონისძიებაზე დღეს რამდენიმე სიტყვა რატომ გადაწყვიტეთ, რატომ დღეს, რატომ 21-ში და რატომ ასეთი ფორმით? რატომ ბატონო გოგი და უნდა მოგახსენოთ, მაინც უნდა დავიწყო ამიერკავკასიის ექიმთა ლიგით, რადგანაც 2 წელია ჩვენი ლიგა არსებობს, აი ზუსტად 2 წლისები გაქვს. დღეს არის დაბადების დღე? დაბადების დღე გილოცავთ. ბატონო, პირველი აქტივობიდან უკვე 2 წელი გავიდა. თითქოს პატარები ვართ, მაგრამ ვცდილობთ რომ მყარი ნაბიჯებით დავიწყოთ სიარული. ღვთისწყალობით, კეთილი ადამიანების დახმარებით, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს რეგიონებს, მუშაობა დავიწყეთ ზუსტად რეგიონებში. ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად, ჩემდა საამაყოდ არიან ესეთი არაჩვეულებრივი ექიმები, პროფესორები, რომლებიც დაუღალავად ყოველთვიური რეჟიმით ჩვენ დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ვსინჯავთ პაციენტებს უსასყიდლოდ. რა აპარატურის ჩატანის საშუალებაც გვაქვს ჩვენი ძალებით ჩაგვაქვს, აი ვიყავით ფოცხოში, სადაც ტურების კივილი გვესმოდა და მივიღეთ 500-მდე პაციენტი სასაზღვრო ზოლში. მე კარგად ვიცი ჩემ კოლეგებთან ერთად რისი საჭიროება აქვს ამ ხალხს, რა ჭირდებათ, რა უჭირთ, რა ტკივათ, ძალიან ბევრი დაავადებაც აღმოვაჩინეთ, იცით თვითონაც რომ არის. როგორ მიდიან თვითონ? კი ბატონო, ძალიან ბევრი ინვალიდობის შემთხვევა გამოვავლინეთ. აი მე მგონი კარგ საქმეს ვაკეთებთ, მე ამაყება ესეთი კარგი კოლეგები რომ იდგანან გვერდში, დაუზარელი და აი მთელი გულის ხმიერება გვაქვს მიმართული რომ ბოლო პაციენტი სანამ არ შემოვა ჩვენს კაბინეტში და არ გავისტუმრებთ ხანდახან ღამის 10 საათამდე, 11 საათამდე ვიღებთ ხოლმე მთელი დღის განმავლობაში პაციენტებს. გვინდა რომ ისევ მათ მოხმარდეთ, რა თქმა უნდა, თითეული კაპიკი და იმედი მაქვს რომ ამას აუცილებლად მალე განვახორციელებთ. სხვათა შორის მინდა უთხრა ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენი საუბარი ქალბატონ ბაიასთან დღევანდელი ბოლო საუბარი გადაცემის წინ ვეკონტაქტებით ხოლმე სტუმრებს, შედგა მაშინ, როდესაც ფილარმონიის კულისებში იყო ქალბატონი ბაია. ასე აქტიურად რა თქმა უნდა თვითონ თავისი ხელით აკეთებს ყველაფერს და ამ დიდ აქციას საქველმოქმედო კონცერტს ასე მზადების პერიოდში ვესაუბრე და აქედანაც რა თქმა უნდა პირდაპირ ზუსტად ეს 2 წლის თავი და რატო გადავწყვიტეთ ესე პომპეზურად, სწორედ იმიტომ რომ შემოსული თანხა მოხმარებოდა ჩვენს მოსახლეობას. მე მგონი რომ ერთ ლამაზ თბილ სიყვარულით სავსე საღამოს ვაჩუქებთ ჩემს კოლეგებთან ერთად და ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად ისევ ჩვენს
თანამოძმეებს და ველოდებით ყველას ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. 6 საათზე იწყება ეს 21 ოქტომბერი საღამოს 6 საათზე. ოღონდ მე რა მინდა კითხოთ, იცით, გალბატონებაია, ვისაც გაუჩნდება სული რომ დაესწროს ამ ღონისძიებას მოიგოს მონაწილეობა, თუნდაც ბილეთი შეიძინოს და ამით დაეხმაროს ჩვენთან. ცოტა დრო რა სულ 3 საათი რჩება ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროში შეუძლიათ შეძენა. ასე რომ შეიძლება ახლა ჩვენ გადაცემას ვინც უსმენს გაუჩნდეს ეს სურვილი და რა თქმა უნდა და დიდი მადლიერებით, იმიტომ რომ სიკეთის კეთება გადამდებია და მოდით ერთად ვაკეთოთ ეს სიკეთე, თითოეული თქვენს მიერ შეძენილი ბილეთი ისევ თქვენს თანამემამულეებს მოხმარდება. კარგი, ძალიან სასიამოვნოა. ამ თემაზე რა თქმა უნდა და სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ საუბარს. ახლა ჩვენთან მობრძანდა უკვე ბატონი კახა ვაჭარაძე, როგორც გითხარით, კიდევ ერთი სტუმარი შემოგვემატება თქო, ბატონი კახა გახლავთ პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ხელმძღვანელი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგაში რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტია და გახლავთ აგრეთვე რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სხვა რეგალიებს აღარ ჩამოვთვლით, გადაცემის დრო აღარ გვეყოფა. ძალიან სასიამოვნოა რომ მობრძანეთ ბატონო კახა და ჩვენ უკვე საუბრობდით დღევანდელ ამ დიდ აქციაზე, საქველმოქმედო კონცერტზე. ჩაგვერთოს ბატონი კახას და ერთად გავაგრძელოთ საუბარი. ბატონო გოგი, ერთ სიტყვას ვიტყვი. აი თითქმის 1 წელი ვფიქრობდი, რომ დამეფუძნებინა ესეთი ლიგა, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა, რომელიც თავისთან შემოიერთებდა სხვადასხვა ასოციაციებს. ჩვენ არ ვართ არანაირი პარტიული ორგანიზაცია, ვართ არაპარტიულები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ვემსახუროთ ისევ ჩვენს მოსახლეობას, დავიცვათ როგორც ექიმების ინტერესები, ასევე პაციენტების ინტერესები და მინდა გითხრათ, რომ პირველი ნაბიჯი, ჩემი პირველი ჩანაფიქრი გავუზიარე ადამიანს, რომელიც ამჟამად ჩემს გვერდში ის, ეს არის ბატონი კახა ვაჭარაძე და ჩემდა საამაყოთ მინდა გითხრათ, რომ პირველი სიტყვიდან, როგორც კი უთხარი, რომ მინდა რომ დავეხმაროთ ექიმებსაც, პაციენტებსაც იმ დღიდან უანგაროთ ჩემს გვერდშია და მე მგონი თანაბარი წვლილი გვაქვს ჩვენი ლიგის განვითარებაში შეტანილი. ძალიან სასიამოვნოა, ვიდრე ბატონ კახას სიტყვას გადავცემ. აი ახლა ისეთი აქცენტები გააკეთა ქალბატონმა ბაიამ, რომ აუცილებლად უნდა გითხრა ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, რომ დღევანდელი აქცია ასეთი დევიზით ტარდება: ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის, ხო? კი ბატონო. ასეთი სახელწოდება აქვს და მე მინდა გთხოვოთ, რომ გავშიფროთ რას ნიშნავს. ჩაგვერთეთ ბატონ კახა. თუ პირველ ხოლმე მინდა როგორც ექიმა ჯანმრთელობა გისურვოთ თქვენ მსმენელებს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას და გლობალურად იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენ ქვეყნის გარშემო ცხოვრობენ, ჩვენ თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში არიან, ვინაიდან აი ხაზგასმული. დიახ, და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზუსტად ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიზანი არის, რომ არა მარტო ექიმებთან ჩაატაროს საგანმანათლებლო მუშაობა და პროფესიულად აწიოს მათი დონე. მოგეხსენება ძალიან ძნელია დღეს კონგრესებზე მონაწილეობის მიღება. ყველა ექიმს არ ხელეწიფება ეს ფინანსური, მატერიალური თუ სხვა მიზეზების გამო. და აი სწორედ ჩვენი ლიგა ცდილობს, რომ ჩამოიტანოს ეს ახალი ინფორმაცია, შემდეგ მივაწყოდოთ ეს ინფორმაცია ჩვენ ექიმებს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და ასევე უანგაროთ მინდა აი კიდევ ერთხელ გამოხატო დიდი პატივისცემა და ალბათ ბევრი მამაკაცი ვერ შეძლებდა იმას, რაც ქალბატონმა ბაიამ შეძლო. ამიტომ ის არის დამფუძნებელი, ის არის დედაბოძივით ამ ლიგის გარშემო და შემოიამხანაგა და შექმნა ის გუნდი, რომელიც დღეს აკეთებს იმ საქმეს, გარდა ამ განმე ყველაზე მთავარს უყურებს, ეს არის იმ გაჭირვებული ხალხის დახმარება, რომელსაც ფიზიკურად ვეხმარებით, პროფესიულად ვეხმარებით და რაც მთავარია, ვეხმარებით შემოწირულებისგან მატერიალურად. ანუ ეს არის სხვადასხვა ნივთები, ეს არის სხვადასხვა ფინანსური საჩუქრები, რომელსაც ჩვენ გადავცემთ რეგიონში იმ პაციენტებს, რომელსაც ჩვენ თან ვსინჯავთ, თან ვამშვიდებთ, აქ არის არა მარტო ფიზიკურად მათი დახმარება, არამედ მორალურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რაც მთავარია მატერიალურადაც. ამაში იღებენ ის ჩვენი პარტნიორები დიდ მონაწილეობას, რომელთანაც ჩვენ მჭიდრო კავშირში გვაქვს და ეს გამოიხატება სხვადასხვა
მედიკამენტების გადაცემაში, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გადაცემაში და ასევე იმ საჭირო ნივთების ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით რაიონის გამგეობებს, რაიონის ხელმძღვანელებს და ვეკითხებით, გადმოგვეცით ის სია თუ ვინ არის გაჭირვებულები, რომ მათ აღმოჩნდეთ როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო დახმარება, როგორც ჰუმანიტარული სახით და აი ესეთი მოღვაწეობა მიდის. ეხლა რაც შეეხება ლიგის თან არსებობას და მასთან ასეთ მჭიდრო კავშირებს, მოგახსენებთ, რომ რესპირაციული დაავადებები მსოფლიოში არის გლობალური პრობლემა. ყოველი მესამე ადამიანი მსოფლიოში არის ინფიცირებული ტუბერკულოზით. მიმართვიანობისას ყოველი მესამე ადამიანი არის რესპირაციული, ანუ სასუნთქის სისტემით დაავადებული პაციენტი. ამიტომაც ჩვენ ხაზს უსვამთ, აი ძალიან დიდია ჩადებული ზუსტად ლიგის ღვაწლი იმაში, რომ ჩვენ გავანაცვლოთ პირველადი ჯანდაცვის მუშაკები, რომელთანაც ძირითადი დატვირთვა მოდის ამ პაციენტებით. მათ უნდა გაატარონ ტიპ დიაგნოსტიკა, ზუსტად დასვან დიაგნოზი, იმიტომ რომ ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პაციენტის სიცოცხლის ხშირია წამები წვიტავენ ბედს. აი სწორედ აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ყველა იმ ასოციაციების დამსახურებაც არის და ის ვინც მოღვაწეობს და ცნობილი ექიმების და არა მარტო ცნობილი ექიმების რიგითი ექიმები, რომც ყოველდღიურად რუტინულად მუშაობენ და მათ შორის გამოვყოფთ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას, აი ესეთი აქტიური მოღვაწეობის შედეგ ჩვენი ექიმების დონე ნებისმიერ რეგიონში საქართველოს ზუსტად ისევე იწევა, როგორც თქვა, დიდ ცენტრალურ ქალაქებში, მეგულისხმობ დედაქალაქს და იმ დიდ ქალაქებს, რომლებიც თქვა, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად აღჭურვია მაღალი ტექნოლოგიები და საშუალებებით. ანუ დღეს ჩვენი ექიმები უნდა მიდის ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ჩამოგვაქვს უცხოეთიდან, რაც ინერგება საქართველოში, რაც არის ახალი და რაც არის ინოვაციური. ბატონო, ხა საკმაოდ სოლიდური დრო გვაქვს ჩვენ საეთერო, ამის საშუალებას მოგცემთ, რომ კიდევ მოგვაწოდოთ ასეთ საინტერესო ინფორმაციები ლიგის საქმიანობაზე, თქვენ საქმიანობაზე. ახლა ცოტა პრაგმატულად უყურებ ხოლმე ზოგჯერ მე საკითხებს და ვინაიდან თქვით იმის დაავადებაზე, რომ შეიძლება დაინტერესდნენ მსმენელები და მოინდომონ ამ საქველმოქმედო კონცერტზე დასწრება. მოდი კონცერტზე ვთქვათ კიდევ რამდენიმე სიტყვა, ვინ იქნება, რა გაქვთ დაგეგმილი ამ კონცერტზე. მაბატონო, ჯერ მსმენელი გველოდება მის კითხვა მოვისმინოთ და შემდეგ უშუალოდ ამ საქველმოქმედო ღონისძიებაზე. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ, ალო? ეთერში ხართ, გისმენთ? ძალიან კარგი, დიდი მადლობა. გისმენთ? ერთი რუსით ჩაუწიო რადიოს? კი ბატონო, უფრო კარგად გავიგებ თქვენ საუბარს, გისმენთ? აი ჩაუწიე კი რა. ბატონი პეტრე ხართ, გიცანი? დიახ, გამარჯობათ. ერეკლეს ქალაქიდან, ასე გვეტყვის ხოლმე თვითონ ბატონი პეტრე როცა გვირეკავს. ქალბატონ ბაიასთან ამაქვს ასეთი თხოვნა. გისმენთ ქალბატონ ბაია, გისმენთ? ენდოკრინოლოგთან რომ მივიდეს პაციენტი და გამოკვლევები ჩაიტაროს და გასინჯოს ფასიანია ყველასათვის. კი ბატონო. არავით არის შეღავათი ჩვენ ესე იგი სიღარიბეს მიღმა ყოფ ადამიანებს არა გვაქვს. სამიგეთ. აი თქვენი ჭირიმი რა. იქნება შეატანინოთ ეხლა მაინც წელს გეგმაში და იმ რა ვიცი, ჩანაწერში ჯანდაცვისა თუ რა არის, რომ ფასიანი აღარ იყოს და უფასო იყოს, რომ ეს ძალიან დიდი გასაჭირია ხალხის. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო პეტრე. ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი სტუმრები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა, მისი დამფუძნებელია ქალბატონი ბარბარე ბაია ბეზარაშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასევე ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ ლიგის ბატონი კახავა აჭარაძე, რომლის რეგალიებიც გაგაცანეთ და არასამთავრობოა ფაქტიურად ეს სახელმწიფო დაწესებულება არ გახლავთ, საჯარო დაწესებულება, საჯარო ორგანიზაცია არ არის, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები, საკუთარი შესაძლებლობებით, საკუთარი თანხებით, მოძიებული თანხებით, ამის თაობაზე ქალბატონი ბაია საუბრობდა რამდენიმე წუთის წინ, კვლავაც გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ რაც მათ შესაძლებლობებში არის, ისეთ კვლევებსაც ატარებენ, იმ აპარატურას მიგვახსო, როგორც ქალბატონი ბაია ბრძანებდა, ამას თვითონ გეტყვიან, რა კი ასეთი ლირიული გადახვევა გავაკეთეთ და კიდევ ერთხელ ჩვენი სტუმრები წარმოადგენთ, იმასაც შეგახსენებ ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, რომ ჩვენ ვართ ახლა ღია ეთერში, მაგრამ გადაცემა იწერება და მისი განმეორებით მოსმენის სურვილი თუ გექნებათ, უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, რომლის მისამართია Radio 1.G, Radio 1.G. მოდით როგორც გთხოვეთ ახლა ბატონ პეტრესთან თუ კომენტარი ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო ბატონო გოგო. მაბატონი ჯემს მენდელი ჩავთოთ გველოდება თურმე კიდე. ალო გისმენთ? ალო, გამარჯობა. გაგიმარჯოთ. ბატონ პეტრესთან ერთად მეც მინდა გთხოვოთ, რომ
აი ჩვენთვის ხანდაზმულებისთვის კოაგულოგრამა და პროტრომბინი არის ფასიანი. იქნებ თხოვოთ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მოგცენ საშუალება, რომ ეს გავიკეთოთ უფასოდ. მადლობთ. მადლობა ზარიშვილ, კი ბატონო, რას უპასუხებთ ამ რაც შეეხება ბატონ პეტრეს, ერთი რაც ჩვენი ძალებით შეგვიძლია გავაკეთოთ და რასაც უახლოეს მომავალში გეგმავთ, კახეთში ჩვენ ჩავალთ აუცილებლად, იქნება ბატონი პეტრე ყურადღებით იყოს, იმიტომ რომ ადგილობრივი ტელევიზიით, მედიის საშუალებით, რაც ადგილზე იქნება, აუცილებლად გამოცხადდება, რომ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა ჩამოდის ბატონო პეტრე და მე გვპირდებით, რომ უფასო კონსულტაციას ენდოკრინოლოგთან ნამდვილად გაივლით. და სხვა სპეციალისტებთან, ვინც ჩემთან ერთად ჩამობრძანდებიან. ეს სპეციალისტები კი მერწმუნეთ, რომ საკმაოდ მაღალი დონისანი არიან და აი რაც შეეხება კვლევას, შეძლების დაგვარად კი ბატონო. ოღონდ ბატონო პეტრე, ის მე მინდა გითხრათ ახლა უკვე ასეთი რამ, რომ უფასო შეიძლება რაღაც ცოტა ცუდად ჟღერდეს, მაგრამ მაღალ პროფესიულს არ გამორიცხავს და ნამდვილად ძალიან კარგი სპეციალისტები ჩამოვლენ. უფასო არაფერი არ არის, ცნობილია ყველასათვის, მაგრამ ეს უფასო მომსახურება ქველმოქმედებაზე დამყარებული არის სრულფასოვანი და ისეთ საქმეს, ისეთ კვლევას არ მოკიდებენ ეს პროფესიონალები ხელს, რომ რაღაცა ნახევრად გაკეთებული გამოდის. ხომ ასე ქალბატონი ბაია, თუ შეიძლება კონცერტზე ჯერ თქვათ რამდენიმე სიტყვა. თუ შეიძლება ჩავერთვებოდი აქ, რომ მე მინდა ხაზი გაუსვა იმ პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, რომლებიც რაიონებში არიან, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან, რომ აი საჭიროებო საკითხები მათ ჩამოწერონ, შეგვატყობინონ, რომ ჩვენი ლიგა, როდესაც ჩადის, დაკომპლექტდება იმ სპეციალისტის ექიმები, რომელიც უფრო მოთხოვნადია, თქვათ, საჭიროა ენდოკრინოლოგების მეტი ყურადღება, გავაძლევთ ენდოკრინოლოგიურ მხარეს, საჭიროა პულმონოლოგიური ან გასტროენტეროლოგიური ან თქვათ იგივე კარდიოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ ყველა სპეციალისტი ჩავცვლოთ, ბატონო გოგი, მაგრამ ეს უნდა მოდიოდეს იქიდან. ჩვენ ვაიხმიანებით მათ, ვაფრთხილებთ, რომ ჩამოვდივართ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რომ დაახლოებით 200-დან 300 პაციენტს ვინჯავთ. წარმოგიდგენიათ მინიმუმ, რა? იყო ბატონო დღე, ბატონო კახა დღე, სადაც 458 პაციენტი გავსინჯებთ ერთ დღეში. მეწმუნეთ, რომ საკმაოდ დიდი დატვირთვა. დიდი დატვირთვა, აი ვცდილობ ჩავიტანოთ და აი გამომახვილებთ ზუსტად იმაზე, რომ რა აპარატურა ჩავიტანოთ, რა ტექნოლოგიური საშუალებები, რა სპეციალისტებით გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი, რომელიც ჩადის. ამიტომაც ეს დამოკიდებულია, რომ თვითონ მოსახლეობა ზოგადი სურათი თქვენ მაინც გეცოდინებათ. არა, ზოგადი ჩვენ ვიცით სავარაუდოდ რაზე ჩავდივართ, რომ მე ყველა რეგიონს თავის სპეციფიური პრობლემები აქვს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ თვითონ მიგვანიშნებენ უფრო რომელი დარგის სპეციალისტებით გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი, როდესაც ჩავდივართ ამა თუ იმ რაიონში. გასაგებია, დიდი მადლობა. ახლა უშუალოდ ისე დღევანდელ ღონისძიებას დაუბრუნდეთ, ღონისძიებას ვამბობ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ კონცერტი არ არის, ხო, ქალბატონო? დიახ, ბატონო გოგი, დღეს მხოლოდ კონცერტი არ არის, დღეს კიდევ ერთხელ გავმეორდები 21 ოქტომბერს საღამოს 18 საათზე უკაცრავად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვეპატიჟებით ყველას, ვისაც გული შეტკივა, ვინც პატივს დაგვდებს და მობრძანდება, ამეთი თითო აგურს დადებს იმ კეთილი საქმის კეთებაში, რასაც ჩვენ ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ. ანუ მოდით იმასაც ვეთქვი, მე ვიცი და ვეთქვი ჩვენს მსმენელებს, რომ 20, 10 და 5 ლარი არის ბილეთების 10 ლარი. ბილეთების 15 და 20. 15 და 20. 15 და 20, ასე რომ ვისაც გაქვს საშუალება და რასაკვირველია გაქვთ სურვილი რომ დაეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც აი იმ ზონაში, იმ ზოლში ცხოვრობენ, სადაც ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა გამყოფ ზოლს რო ვეძახით. ჩვენ იქ ცხოვრობენ და მართლაც ბევრი პრობლემა აქვს და მათ დასახმარებლად არის დღევანდელი აქცია. და მინდა აუცილებლად აღვნიშნო, მე დასაწყისშივე მოგახსენოთ, რომ ჩვენ არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნით, ვართ არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, მაგრამ მადლიერების გზნობა არ უნდა დავკარგოთ თითოეულმა ჩვენგანმა და დიდი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ქალაქის მერია სრულიად ჩართულია ამ საქმეში, თორე ჩვენი ფინანსებით ამას ნამდვილად ვერ მოვერეოდით. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ღონისძიების გამართვა ეს უკვე საკმაოდ რთულია. მერიის კულტურის ცენტრი დახმარებით, მერის ადმინისტრაციის დახმარებით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის. როგორც ვიცით, თავრობის წარმომადგენლებს და მინისტრს ელოდებით, ხო? კი ბატონო, აუცილებლად ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალურყოფის სამსახური სრულიად ჩართულნი არიან ჩვენს დღევანდელი ღონისძიების წარმართვაში და რაც შეეხება იმას, რომ მოგახსენეთ, მხოლოდ კონცერტი არ იქნება, ჩვენ უფრო მეტად გვინდა მოვეფეროთ ჩვენს ღვაწლმოსილ ექიმებს, იქნება დაჯილდოვება, იქნება საუკუნის ექიმის წოდების
გამოცხადება და სამედიცინო სფეროში გაწეული 8 წლისთვის. მე სიურპრიზად დავიტოვებ ამ ექიმების სახელს და გვარს, ბოლომდე არ მინდა გავამჟღავნო და ამას მოყვება უკვე კონცერტი, მე მგონი საკმაოდ კარგად დაგეგმილი, იმიტომ რომ აქაც მადლობა უნდა ვთქვა, იცით, დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში არც ერთ ესტრადის მომღერალს, არც ერთ ადამიანს უარი არ უთქვამს ჩვენთან გამოსვლაზე ფილარმონიაში, უანგაროდ გვემსახურებია. კი ბატონო, ესენი არიან ბატონი თემურ ციკლაური, თემურ ცხილაძე, რომარ ცხილაძე, ქალბატონი ეკა კვალიაშვილი, რონდო კვარტეტი, რონდო, მარიკო ლეჟავა და ანსამბლი რუსთავი აუცილებლად არ გამომჩეს, ჩვენი საამაყო ბატონი რამინ მიქაბერიძე, თეატრალურის ანსამბლი და არ დაგვაუწყდეს ჩვენი შემოქმედი ექიმები, კი ბატონო. ექიმებიც რა თქმა უნდა. ამიტომ დავარქვით კონცერტს ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის. მერწმუნეთ რომ ნამდვილად სასიამოვნო საღამო გელოდებათ. ნამდვილად ნიჭიერი მომღერლების გყავთ ექიმებს და შემოქმედი ხალხი ხართ. თქვენი საქმიანობა ზოგადად ასევე შემოქმედებითია, მაგრამ ეს მხატვრული შემოქმედებაც არ არის უცხო ექიმებისთვის და დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზ და კარგი კონცერტი იქნება, კარგი საღამო იქნება. ეხლა ის რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ უშუალოდ თქვენს ლიგასთან დაკავშირებით. რატომ დაერქვა ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა? ყავთ წარმომადგენლები მეზობელი სახელმწიფოებიდან, რა კონტაქტები გაქვთ იგივე სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ამ ორი კონფლიქტურად ერთმანეთში მყოფი სახელმწიფოს ექიმები რამეს წამლობთ მათ ურთიერთობას რამეს შველით თუ მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ჩვენ ვართ იმ პროფესიის წარმომადგენლები, სადაც არ არსებობს კონფლიქტი, ანუ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული ბატონო გოგი, სადაც არ უნდა ვიყოთ, უნდა ვემსახუროთ ნებისმიერ ადამიანს, რომ ვიცოდეთ, რომ ის ჩვენი მოსისხლე მტერია, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მოვალეობა და უნდა მაქსიმალური დახმარება გავწიოთ. აი, ქართული დიპლომატია გამოვავლინეთ ბატონი კახას დახმარებით, ჩემი მეგობრების დახმარებით და შევძელით, რომ ერთი მრგვალი მაგიდის გარშემო დამსხდარიყავით, როგორც სომეხ, ასევე აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად და მივიდეთ კი და კიდევ იგეგმება, მათ შორის იქნება სტუდენტების გაცვლაც, ჩვენი ახალგაზრდა ექიმების გაცვლაც, ამ ხრივაც მუშაობ, ჩვენი ახალგაზრდული ფრთაც საკმაოდ აქტიურად არის ჩართული, რაც ძალიან მეაყება, იმიტომ რომ თუ არ წამოიზარდნენ ახალგაზრდები, ამას ხელი უნდა შეუწყოთ მათ განვითარებას და რა ვიცი, მრავალი ღონისძიება იგეგმება უკვე ერთობლივად. კი ბატონო. ხესაც დაგვესწრებიან წარმომადგენლები ჩვენ დარბაზში, კი ბატონო. ორი სიტყვი დავამატებდი, შეიძლება პატარა საიდუმლოებიც გავაჟღერო, მაგრამ უფრო მეტი საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელიც ჯერ არ გადაუწყვეტიათ მოსვლა ჩვენ კონცერტზე და ჩვენ ამ ღირსშესანიშნავი ლიგის პრეზენტაციაზე და ღირსეული ადამიანის წარმოჩინებებზე, იმიტომ რომ მედიცინა ის დარგია, სადაც თქვენ დამერწმუნებით, რომ არასდროს მედიცინის მუშაკები ესე ფართოდ არ გამოსულან ქუჩაში, მათ პროტესტ ისინი ყველანაირ პირობებში რუდუნებით ასრულებენ თავის საქმიანობას და თქვენ მოგეხსენებათ ის პრობლემები, რაც მედიცინაში არსებობს. ამიტომაც არის ალბათ ღირსეული, რომ წარმოაჩინოთ ის ადამიანი, რომელსაც ადამიანს ჩუქნის ყველაზე ძვირფას სიცოცხლე შეუფასებელია ეს. აქედან გამომდინარე, აი დღევანდელი ერთ-ერთი ფრაგმენტი ამ ჩვენი ღონისძიების, ესე იგი ლიგის პრეზენტაციის, შემდეგ ექიმების წარჩინების, ალბათ იქნება კიდევ ის დიდი პატივის მიგება იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უანგაროდ შრომობენ და ქვეყანაში ქმნიან იმ დოვლათს და იმს, რასაც ჯანმრთელობა ქვია, რაც შეუფასებელია და ზუსტად ახლა დაბრუნდი მე აზერბაიჯანში ვიყავი, შემდეგ სომხეთში ვიყავი კონგრესებზე და დიდი სიხარულით იღებენ მონაწილეობას, პირდაპირ ეწელებიან და აი ახლა ჩამოვედი ერევნიდან ზუსტად და სადაც ეს გაჟღერდა ეს ჩვენი ლიგის არსებობა და მათ პირდაპირ გვიხეთ, რომ როგორ მიზანი სწორად არის მიზანში ამოღებული ეს სათაური ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა. ანუ ორივე ამ ადამიანსა და ისინი სიამოვნებით იძახიან თქვა სომხები, რომ ჩვენ ვითანამშრომლობთ აზერბაიჯანელ ექიმებთან და აზერბაიჯანელ ექიმებს. ზუსტად დღევანდელ იმაზე არის აი რამდენიმე ჩვენი
ასე ვთქვათ, მეზობელი ქვეყნის ექიმის, ღირსეული ექიმის, რომელიც ასევე საქართველოს გვერდში უდგა ჩვენ ქვეყანას, როგორც მორალურად, ასე ფინანსურად, ასე ვთქვათ, მისი წარმოჩინები და ქვეყნისთვის ხვაწლისთვის, ალბათ ქალბატონი ბაია გადასცემს აი იმ ჯილდოს, რომელიც ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის შეტანილი ღვაწლისთვის. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება სომხეთს, იქ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და იმაზეც კი იყო საუბარი, ვინ უნდა ჩადგომოდა სომხების დელეგაციას სათავეში, რომ მომავალში დავკავშირებოდა ჩვენ და ზუსტად აი ჩვენმა პრეზენტაციებმა, სადაც მე ლიგის სახელით გამოვდიოდი, სადაც მე გამოვდიოდი ჩვენი ქვეყნის სახელით და იმსახურა უმაღლესი შეფასება და ისინი პირდაპირ აღნიშნავენ ეს სუფთად ალბათ, იმიტომ ჩვენ ექიმებს არ აქვს ეს მეტნაკლებად ამბიციური, ისინი მიდგომა ჩვენ რეალურად იშიფრება ყველაფერი პაციენტთან საოპერაციო მაგიდაზე და იმ პრეზენტაციებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და იქ აღინიშნეს პირდაპირ, რომ თქვენ უკეთ გახართ იმ ევროპული ქვეყნების რიგში, რომლებისგანაც ჩვენ მაგალითს უნდა ვიღებდეთ. ეს ერთმანეთთან და ამის დამადასტურებელია ის სიტყვა, ის სიყვარული, რასაც გამოხატავენ სომეხი და აზერბაიჯანელი პაციენტები, როცა ისინი ჩამოდიან ჩვენ ექიმებთან გასასინჯად და ზუსტად ლიგის წამყვანი ექიმები არიან ერთ-ერთი ლიდერები აი ამ პაციენტებთან ურთიერთობაში და ჩვენთან ძალიან ბევრი მოდის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და დიდ მადლიერებას გამოხატა. ესეც კიდე ერთი ნაბიჯია გადადგმული ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობისა გასაღრმავებლად. მსმენელები ვინ ჩაგვერთვენ, როგორც ნახეთ, მოისმინეთ უბრალოდ მათი სურვილები და რასაც შეეხო მათი საუბარი არის უფრო მეტი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან და თქვენ რა თქმა უნდა როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციას ვერ დაგავალდებულებთ ვერავინ რომ ან უფასოდ ენდოკრინოლოგიური კვლევები ჩაუტაროთ ან რაღაც რომ ამ კონკრეტიკას ვერავინ ვერ დაგავალებთ თქვენი შესაძლებლობების და სურვილის მიხედვით აკეთებთ თქვენ საქმეს ხო ესეც რა თქმა უნდა მისასალმებელია და სასიხარულო მაგრამ რა კითხვა მინდა დავსვათ, აი მსმენელების ინტერესიდან გამომდინარე. რა კავშირი გაქვთ იგივე ჯანდაცვის სამინისტროსთან და თუ გაქვთ ბერკეტები და თუ გაქვთ საშუალება, მით უმეტეს როდესაც მიდიხართ ამ მძიმე რეგიონებში და იქ ადგილზე ეხმარებით ადამიანებს, ну არ ვიცი ეს მართლა ყოველგვარ ქებაზე მაღლა დგას და ყოველგვარ მოამრავ მადლობის სიტყვას იმსახურებ თავისათვის. იქ ადგილზეც ალბათ გეუბნებიან და ძალიან ბევრი რამ იცით რა უჭირთ ადამიანებს. რა კონტაქტი გაქვთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს ჩვენი პაციენტებს, თქვენი პაციენტების ეს თხოვნები, მოთხოვნები მიაწოდოთ, რომ შემდეგ კანონმდებლობაში ჩაიდოს, რომ უფრო დაიხვეწოს და გაფართოვდეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მომსახურება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მართლა ძალიან წარმატებულია, მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა პირდაპირ, არა მხოლოდ ფიზიკურად გადაარჩინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა ამ პროგრამის არსებობამ, არამედ მათი მატერიალური მდგომარეობაც გადაარჩინა, ეს ყველასათვის ცნობილია, წლების განმავლობაში როგორ უწევდათ ადამიანებს საცხოვრებლის გაყიდვა, რა თუ კი რა მქონდათ შერჩენილი წინაპართაგანი, ძვირფასეულ ყველაფერს ყიდენ, ოღონდ ჯანმრთელობაში ეს აღარ ხდება ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისას, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ პრობლემა მაინც კიდევ ბევრია და აი დღევანდელი ზარებიც ამას მოწმობს. რა კონტაქტები გაქვთ, რა საშუალება რომ დაეხმაროთ საზოგადოებას ამ მიმართულებით, ამ თვალსაზრისითაც. ბატონო გოგი, დაგეთანხმებით, ეს პრობლემები თითოეულს ეხებოდა, თითოეულ ჩვენგანს, ჩემ ოჯახსაც შეეხო და ეს მართლაც საოცარი საქმე მოხდა, რომ ადამიანს აღარ აქვს იმის შიში, აქვს თუ არა რამე რომ გაყიდოს, რომ გადაარჩინოს თავის უახლოესი ადამიანი. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ მართალი არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, მაგრამ არსებობს სამსახურები, არსებობს შეხვედრები ჩვენსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, სადაც ითვალისწინებენ აი იმ გასაჭირს ზუსტად, რასაც ჩვენ ვაწყდებით ყოველი შეხვედრის დროს პაციენტებთან, ჩვენ მივდივართ ახალციხეში, ახალქალაქში, ბოლნიში, თანაბრად ქართველებთან ერთად სხვა ჩვენს თანამოძმეებს უპატრონებთ, როგორც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მთელი გულის ყურით ვიწერთ კიდევაც, აი რა გასაჭირი აქვს და სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც, რაც შეიძლება მეტი სიკეთე ვაკეთოთ და ჩვენი ხმა ესმით ჯანდაცვის სამინისტროში იგებენ, ინტერესდებიან
და მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად არის მათი ჩართულობა გამოხატული. ხალბატონებია, პრაქტიკოსი ექიმები ხართ, გასაგებია და მიდიხართ ადამიანებს იქ ადგილზე ეხმარებით და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. მაგრამ აქტიური ხალხი ხართ, როცა ესეთი გაერთიანება შექმნით, ეს სამოქალაქო აქტივობაზე მეტყველებს. ამიტომ ვსვამ მე ამ კითხვას, რომ ესეც შეგიძლიათ თქვენ, რომ კანონმდებლობაშიც რაღაც სიტყვა თქვა, ჩაერთოთ, მიაწოდოთ თქვენი, უпросто თქვენი კი არა. ჩვენი მოქალაქეების, პაციენტების სურვილები, რაც როგორც გესმოდა დღევანდელ გადაცემაშიც ითქვა ამის თაობაზე, რომ არის პრობლემები და სურთ ადამიანებს უფრო მეტი ყურადღება და დახმარება. ბატონო, ხომ არ გნებავთ ამასთან დაკავშირებით რამე გითხრათ? ორიოდე სიტყვით ალბათ დაუმატებდი, ძალიან აქტუალური საკითხია და დამერწმუნებით, რომ ექიმები არიან მრავალხრივ ნიჭიერი ადამიანები. ეხლა ძალიან ძნელია ჩვენ ხშირად პაციენტებთან ვსაუბრობთ ან მეგობრებთან, ყველაზე კარგად ჩანს ექიმის შეცდომა. ანუ ადამიანი, რომელმაც შეიძლება რომ სხვა პროფესიაში გამოასწოროს თავისი, ან გადადოს ეს ნივთი გვერდზე ხელმეორედ და სამწუხაროდ სამედიცინო სფეროში ამის გამოსწორება არის ძალიან ძნელი. ამიტომაც ჩვენი შეცდომა ეს არის დაკავშირებული პაციენტის სიცოცხლესთან და ასე შემდეგ, მაგრამ ისიც უნდა დაფასდეს თუ რაოდენ მძიმე პირობებში მუშაობენ ჩვენი ექიმები, რასთან აქვს შეხება და იმასაც გაუსვათ ხაის თუ როგორ უანგაროთ, თუნდაც ლიგისის ეს იყოს ის ენთუზიაზმი, რაც მოდიოდა ჩვენი შინაგანი მოთხოვნილებიდან და ყოველი დაღლილები, როცა ჩავდივართ ფილდზე მუშაობ და უბრუნდებით უკან, გვჩება ის დიდი სიამოვნების და ის რაღაც შინაგანი კმაყოფილების გრძნობა, რის გამოც ჩვენი ქვიყავით ჩასული და მე ხაზს გაუსვავ ყოველთვის აი ქალბატონები, რომლებიც ჩვენ გვახსენებთ ქალბატონი ბაიას ხელმძღვანელობით და არაერთი ღირსეული ექიმია ჩვენთან ერთად გუნდში, გაცილებით მეჩვეულებიანი ვიდრე მამაკაცები. აი ამის ხაზგას მინდა და დღეს მე ხაზს უსვამ, რომ დღეს ქართველი ქალბატონის აი როგორც გენდერულ, როგორც პოლიტიკაშია საუბარი, რომ გენდერული თანასწორობა ვთქვათ, ის უნდა იყოს პარტიებში. აი ქართულ მედიცინაში დღეს ლიდერებად გვევლინებიან უკვე ქართველი ქალბატონები და მე ვისარგებლებ და კიდევ ვიტყოდი, რომ ბევრი ექიმი, რომელიც დღეს წავიდა იგივე პოლიტიკურ საქმიანობაში, დღეს არის ღირსეული და წარმატებული ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ის პროფესია, სადაც რომელიც ითხოვს მაღალ ინტელექტუალებს, ეს ითხოვს თავგანწირვას, შინაგან, ასე ვთქვათ, დიდ თავდადებას და სიწმინდეს ამ დარგისადმი და ურთიერთობას. აი ამიტომაც ექიმები ყოველთვის გამოირჩევიან ამ დარგში და ამიტომაც თუ მეტ ექიმს მოусმენენ, ჩვენ არ ვიძახით რომ ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩავერთოთ, ანუ მაგრამ ის სურვილები ალბათ ქვეყანას ნამდვილად წაადგება, იმიტომ რომ ის ექიმი, რომელიც მოღვაწეობდა ნებისმიერ პოლიტიკურ საზოგადოებაში, ალბათ დიდი სიკეთე მოქონდა ქვეყნის ერთგულების და ქვეყნის დიდი სიყვარული და პროფესიონალი. ეგერთი და იგივე რაც მე ჩვენი მსმენელების სახელით თხოვეთ ფაქტობრივად, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივების თუ წამოვა თქვენგან, ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა და პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს ნამდვილად შეგიძლიათ თქვენ რომ რაღაც ასე ვთქვათ თეორიულ ნაწილში გადაიყვანოთ ეს თქვენი პრაქტიკა და პაციენტებთან ასეთი ყოველდღიური ურთიერთობა და თან იმ რეგიონებში, სადაც არის პრობლემები, მაგრამ კიდევ ერთხელ მიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ ქების ღირსი ხართ, ქალბატონებია, ბატონო კახა, ამ ჟამად ერთი ასეთი კითხვა მაქვს კიდე, თქვენი ლიგა რამდენ ასოციაციას, რამდენ ექიმს აერთიანებს და მასშტაბები როგორი გაქვთ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ? კი ბატონო, ჩვენს ლიგაში ამჟამად გაერთიანებული 1000-მდე ექიმი. ახალგაზრდებიც, ანუ სტუდენტები, რეზიდენტები, მედდები, იმიტომ რომ ვაერთიანებთ ყველას. ეს პრობლემა იცი ყველამ და მედდა, იმიტომ რომ ჩვენი საყრდენია მედდა, ექიმი მედდის, კარგი მედდის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ განუწყვეტ, აი ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ მათ შემდგომ განვითარებას, ვეხმარებით ამაში ახალგაზრდებსაც, ჩვენს მედდებსაც, რაც ძალიან მეამაყება. გარდა ამისა, რა ვიცი, კონტაქტები გვაქვს, როგორც ბატონმა კახამაც აღნიშნა, შემდგომ გაცვლით პროგრამებზე ვმუშაობთ, ეხლა უკვე ზაფხულისთვის ახალგაზრდულ გაერთიანებასთან ერთად ვგეგმავთ საზაფხულო სკოლის გაკეთებას, ჩვენი სტუდენტებისთვის, იმედია, რომ ჩაერთვებიან ამ აქტივობაში და საკმაოდ სახალისო და შემეცნებითიც იქნება, ასე რომ ნახოთ. საქართველოში აპირებთ თუ საქართველოში ბატონო გოგი, საქართველოში. ჩვენ უამრავი კარგი ადგილები შეიძლება საზაფხულო. რა თქმა უნდა, მოვიზიდოთ უცხოელებით ჩვენთან, კი ბატონო. ჩვენ აპარატურას დაგჭირდებათ ალბათ ზოგ შემთხვევაში, ხო გააჩნია სკოლის შინასწორები დატვირთვა როგორ იქნება. ბატონო შეიძლება ხას გაუსვამ ერთ დაუმატებ, რომ აი დღევანდელ ჩვენ
ასე ვთქვათ, საღამოს შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტები. ჩემი სტუდენტები მოგეხსენებათ, მე გახლავართ სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიის და რამდენიმე სხვა ინსტიტუტის კათედრის ხელმძღვანელი ფტიზიატრიასა და პულმონოლოგიაში, ფილტვის დაავადებებში და ჩვენ ყავს უცხოელი სტუდენტები. თუნდაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაახლოებით 60-მდე უცხოელი სტუდენტი, 60 ქვეყნის უცხოელი სტუდენტი სწავლობს, 60 ქვეყნის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი დიდი ინტერესს გამოთქვამენ, თქვათ, იგივე ღონისძიებებს, ძალიან აქტიურები არიან, უნდა ჩართო. ამიტომაც ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსნი მაგ ინტერესს. ანუ ჩვენ კიდევ ერთი აგური დავდეთ იმაში, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის სახელის პოპულარიზაცია და წინ გასვლა და აქედან გამომდინარე, ისინი უნდა ნახოთ, აი როგორ ურეკავენ თავის მშობლებს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩემი სტუდენტები ზუსტად ეხლა უცხოენოვანი ჯგუფები მყავდა, რომლებიც სიამოვნებით ცდილობენ რომ მოხვდნენ დღევანდელ ჩვენ ღონისძიებებს და მთხოვენ რომ აი ყველა ის რაც იქნება საზაფხულო სკოლა, იქნება სემინარები, იქნება ვორქშოპები, იქნება კონფერენციები, რომ მათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ეს ზუსტად ამ ზაფხულს ბათუმში იყო საერთაშორისო ასევე კონფერენცია, სადაც რესპირაციული ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ მე და იქაც და აი იქაც უცხოელი სტუდენტები აქვს. ანუ იზრდება ის თაობა, რომელიც ხვალზე უნდა შევცვალოთ და იზრდება ის საერთაშორისო კონტაქტები, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო წარმოაჩენს მსოფლიოს თვალში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაიხსნა ეს ჩაკეტილი სივრცე და დღეს ჩვენი სტუდენტები მოგეხსენებათ, ერთ-ერთი დარგია, ვთქვათ, მედიცინა, აი გადავხედოთ ჩვენი მოქალაქეები როგორ მოღვაწეობენ, ეს საქართველოსდან გასული მოქალაქეები მარტო ის კი არ არის, რომ აი რაღაც მიწიერდა რაღაც ისეთ საქმიანობებზე არიან დასაქმებული. უმეტესობა საქართველოსდან წასული ექიმი დღეს უცხოეთში არის წარმატებული ექიმი. აი, გადახედეთ იმ დარგთან, ისინი მოღვაწეობენ საკმაოდ იმ დარგებში, რთულ დარგებში, სადაც მათ თავისი სიტყვა ეთქმის და ჩვენი მიზანი ლიგისაც ეს არის, რომ ჩვენთან მეგობრობენ ეს უცხოელი ჩვენი კოლეგები, რომლებიც მოღვაწეობენ უცხოეთში, ეს არის ევროპის თუ ამერიკის შეერთებული შტატები თუ აზიის სხვა ქვეყნებში მოღვაწე ექიმები. აი, ამასაც მინდა ხაზი გაუსვა. აი, ამ 2 წელიწადში, აი ამ პატარა, ასე ვთქვათ, დასაწყისმა, ამ პატარა, ასე ვთქვათ, ჩაგდებულ მარცვალმა მოგცა ის დიდი ნაყოფი, რასაც ქვია აი ჩვენი ურთიერთობა და ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარდა დადებით. ეს იყო სამედიცინო თვალსაზრისით, ეს არის ურთიერთკავშირების გაზრდა და რასაკვირველია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია. კი ბატონო, ქალბატონი ბარბარე ბეზარაშვილი და ბატონი კახა ვაჭარაძე არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები. ეს ადამიანები დღეს ფაქტობრივად ჩვენი გადაცემის დასრულებისავე მოუთმენთ ელენ გადაცემის დასრულებას, რომ ფილარმონიაში წავიდნენ, სადაც დიდი ღონისძიება ტარდება მათი ხელმძღვანელობით, მათი ორგანიზებით და ეს ღონისძიება გახლავთ საქველმოქმედო კონცერტის საღამო, რომლის მთლიანი შემოსავალი მოხმარდება გამყოფ ზოლთან ცხოვრებ სოფლებში ადამიანების სამედიცინო მომსახურებას და აგრეთვე მათ მატერიალურ დახმარებას. ძალიან დიდი მხოლოდ მატერიალურს ბატონო გოგი ყოფილა სიტუაციები, როდესაც კეთილი ადამიანების დახმარებით, აი, რა ვიცი, თუნებას მომცემთ ვიტყვი კიდევაც. არიან ესეთი ადამიანები, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგანან, ქალბატონი ეკათევზაძე, გოჩა ახვლედიანი, აი, ბევრი ესეთი ადამიანები, რომლებიც სიკეთეს აფრქვევენ, მონაწილეობენ ჩვენთან ერთად, შეგვიძლია პროდუქტებიც ერთად წაგვიღია, ვის რა უჭირს, ვის რა წამალი ჭირდება, ხვდებით, სიკეთის კეთება გადამდებია ბატონო გოგი და მე მიხარია, რომ ეს ადამიანები, ესეთი ადამიანები არსებობენ ჩვენს გარშემო და იმედი მაქვს, რომ შემდგომი მეგობრობაც გაგრძელდება აუცილებლად. თუ შეიძლება ბარემ დავუმატებ აი კარგ წამოწყებას. ერთი წუთი მინდა მხოლოდ, იმიტომ რომ საერთოდ მადლიერება ეს არის ძალიან დიდი ნიჭი ადამიანის და უმადური ადამიანი ალბათ ძალიან ცოდო ეს ან ინტელექტის ნაკლებობას ნიშნავს. აი მადლიერება უნდა და აი ზუსტად ჩვენ ექიმები არ მოვითხოვთ არავისგან დიდ მადლიერებას, იმიტომ რომ ეს ბუნებრივად ჩვენი საქმეა ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა პირადად გამოვხატოთ დიდი მადლიერება იმ ადამიანებმა, რომელთაც გულთან მიიტანეს დღევანდელი საღამოს მნიშვნელობა, გულთან მიიტანეს ის აღმატებული იდეები, რომელსაც ჩვენ გვინდოდა წარმოგვეჩინოდა დღევანდელ საღამოს, ალბათ ძალიან ლამაზი ელფერად გაყვება ეს, აი შეუერთდები ზუსტად იმ მადლიერებას, რაც ქალბატონმა ბაიაბზალა და ჩვენ იმ მეგობრებს, იმ სპონსორებს, იმ ბიზნესმენებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგენ, თქვათ, დიდ მადლობას გადაუხდით, რომ ეს შედგა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად დაუბრუნდებათ
ათმაგათ მათ ოჯახებს, მათ შვილებს, ჯანმრთელობის და რაც მთავარია ქვეყნის გამთლიანებისა და ერთიანი ბედნიერი საქართველოს შენებისთვის. ხოლო იმათ, ვინც ალბათ დღეს ჩვენ ვნახავთ თუ რა შეგვიძლია და რა წარმოადგენთ, ანდვათ მომავალში მათაც მივიღებთ ჩვენ რიგებში, ჩვენ სამეგობროში, იმიტომ ჩვენ მარტო ექიმები არ გვყავს მეგობრები, ჩვენ გვყავს ყველა ხელოვნების მუშაკები, ჩვენ გვყავს ბიზნესმენები, ჩვენ გვყავს რიგითი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ეს იქნება მშენებლობა, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, თუ იგივე პოლიტიკოსები და კიდევ ერთხელ ალბათ ერთიანი ძალით ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, რომლის კვირნა ჩვენ მივილთვით და ალბათ საქართველოს თავის სიტყვას კიდევ იტყვის სოფლიო, თქვათ აი იმ დიდ წამყვანი ქვეყნების რიგში, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით მედიცინის დარგში, ასე ვთქვათ, ფეხდაფეხ მივყვები და ეს ძალიანაც აღსანიშნავია და ძალიანაც კარგია, იმიტომ რომ ჩვენს უკან იზრდება მომავალი ახალგაზრდა მედიკოსები, რომლის ერთ-ერთი აღზრდის მიზანიც არის ჩვენი ლიგის, ასე ვთქვათ, კანონმდებლობაში ჩადებული და მის დეკლარაციაში. მსმენელი გულდება, მოგესმინოთ მისი კითხვა. ალო, გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? ჩაგვერთოს თუ შეიძლება. რადიოს. რადიოს ჩაუწიეთ კი ბატონო. გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა. ექიმი ვარ და ძალიან სასიამოვნო. ხარდა რომ ექიმები ასეთ საქველმოქმედო მოღვაწეობას ეწევით, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ეს ძალიან გულისხმდება რომ არ არის დღეს კერძო საავადმყოფოები, ქველმოქმედები, ჩემი წინაპრები ქუთაისში იყვნენ ექიმები, რომელთაც ჰქონდათ კლინიკა, მაგალითად თვალის კლინიკა ჰქონდა ჩემ ბაბუას გახსნილი უფასო კლინიკა, რომ მიიღოთ ექიმებმა მონაწილეობა ასეთ საქმეში, გახსნათ კლინიკები უფასო დაუშვათ გაჭირებული ხალხისათვის. რა თქმა უნდა, ეს ღონისძიება ძალიან კარგია, მაგრამ აი ძალიან ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და ექიმების მოღვაწეობა დღეს არ არის დაფასებული. ყველა მსახიობები გამოჩენილი პიროვნებები თხოვნობენ ვარსკვლავის გახსნას, არც ერთ ექიმს არ მოუთხოვია და ვარსკვლავი გაეხსნათ მისთვის და ეს სამართლიც არის როგორ სიამაყედ ღებულობენ რომ უხსნიან ვარსკვლავს და ალო. გავგეთიშა, მაგრამ სათქმელი გითხრა, მადლობა ქალბატონ სამისათვის, თქვენი კოლეგა ყოფილა, თან მესალმებით კოლეგას. რას უპასუხებთ? რა კომენტარს გააკეთებთ? სურვილი იქნება რომ შევძლოთ ექიმებმა ჩვენი ძალებით კლინიკის გახსნა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ ეს რამხელა ფინანსებთან არის დაკავშირებული, რა ვიცი. მე მეორე საკითხს გავსვავდი, აქცენტი ძალიან კარგია, თვითონ ექიმი იყო და ეტყობა ღვაწმოსილი ქალბატონია ეტყობოდა ხმაზე და გამოცდილი ექიმი და აბსოლუტურად სწორია, ალბათ ის ჩვენ არ ვითხოვთ ზედმეტ რეგალიებს, ზედმეტ ვთქვათ ფეიერვერკებს, მაგრამ ის ექიმები ალბათ, რომლებიც მუქჩაუდრეკლად შრომობენ და მათი შრომა ფაქტიურად არცად ჩანს, მაგრამ ჩანს იმ პაციენტების სახით, რომლებიც შემდგომ უბრუნდებიან თავის ოჯახებს და თავის ქვეყანას ჯანმრთელები, ალბათ მისაღები იქნება და მივესალმებ იმ წინადადებას, რომ იმ რამდენიმე ვთქვათ ღირსეულ ადამიანთან ერთად, რომელიც წარმოჩინდებიან და უხსნიან ვარსკვლავს ან რაღაცას, ერთი ალბათ ექიმიც რომ იყოს ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოში განისაზღვრება ექიმის რამდენი ექიმი ყავს, როგორი დონის ექიმი ყავს, ამის მიხედვით განისაზღვრება ქვეყნის წარმატებულობა, იმიტომ რომ ექიმები ყველგან დგანან წინა ფლანგზე იმ ადამიანებს შორის, რომელსაც მაგალითს იღებენ, რომლებიც თავისი ქველმოქმედებით, თავისი პატიოსნებით, თავისი პირადი მაგალითით ქვეყნის სიამაყეს წარმოადგენენ. საქართველოში ძალიან ბევრი ყავს ესეთი ექიმი და ნამდვილად მივესალმებოდი თუ იმ ორგანიზაციებს, იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელსაც ეს ხელეწიფებად უბრალოდ დაეფასებინებენ, გავითვალისწინებენ ქალბატონის თხოვნას და ჩვენ სიამოვნებით შევერთდებით, რომ ის ღირსეული ექიმი, იმიტომ რომ ხალხს ნამდვილად ექნება ის პატივისცემა იმ პროფესიით, უნდა დავანახოთ თუ რა არის ექიმის შრომა, მარტო ეს თეთრი ხალათი და ასე ვთქვათ თეთრი ხელთათმანები არ არის, ეს არის ის მძიმე შრომა, რომლის უკანაც იმალება დაკარგული წლები, გადაღლილი სახეები, დაკარგული ის ენერგია და 1000 ავადობა სხვათა შორის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სიკვდილიანობის თვალსაზრისით ექიმები ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგანან, იმიტომ რომ ისინი ძალიან ადრე იცვითებიან და ამ მძიმე შრომას ვერ უძლებენ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ რატომ არის ჩვენ დარგებში დღეს ქალბატონების სიჭარბე, იმიტომ რომ ქალბატონები უფრო მეტად იტანენ იმ დაწესებულებას, ვიდრე გამძლეები აღმოჩნდნენ ვიდრე მამაკაცები. თუმცა მივესალმები ყველა ჩემ კოლეგას და დიდ პატივისცემას გამოვხატავ აი ამ ქალბატონის მიმართ,
რომელმაც ძალიან კარგი სურვილები გამოთქვა თავის სკოლაში. ჩვენ დღეს შევეცდებით, რომ უფრო მეტად მოვეფეროთ ჩვენს კოლეგებს და ამიტომაც დასახელდებიან საუკუნის ექიმები და სამედიცინო სფეროში შეტანილი ღვაწლისთვის ჩვენი კოლეგები. აბატონო ვარსკვლავიც საუკუნის ექიმს რო გიწოდებენ მეტი რაღა ვარსკვლავი უნდა იყოს სამედიცინო სფეროში. რასაკვირველია დაფასება ნამდვილად ჭირდება ყველას მით უმეტეს ექიმის მძიმე შრომას ჭირდება დაფასება. აი ქალბატონი ბრძანებ და ჩვენი მსმენელი რომ არ არის ექიმის შრომა დაფასებული. რა თქმა უნდა ეს გულდასაწყვეტია, უნდა დავაფასოთ ექიმის შრომა აუცილებლად. მახსოვს და რასაკვირველია ალბათ თქვენც კარგად გახსოვთ ეს და ყოველ შემთხვევაში ჩვენ მსმენელებმაც კარგად იციან რომ საბჭოთა პერიოდში იყო დამსახურებების მინიჭება. რამდენადაც ვიცი ექიმებსაც ანიჭებდა, ხო? დამსახურებული ექიმი. ალბათ შეიძლება რაღაც ასეთის მოფიქრებაც. შეიძლება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს ნამდვილად არსებობდა ეს, არის ფიქრობთ რომ მივტირივართ იმ პერიოდს, მაგრამ რაღაც კარგი ყველა პერიოდიდან უნდა ავიღოთ, ესე ჩვენი ისტორია, იმდენად რამდენადაც გენეტიკურად ექიმების ოჯახიდან ვარ, თვითონ მყავს ოჯახში ესეთი წარჩინებული მედიკოსი, მთავარი სპეციალისტი, ასე რომ ნამდვილად კარგი იქნებოდა გაეთვალისწინებინა სახელმწიფო სტრუქტურებს და შეემუშავებინათ რაღაც. და კიდევ ერთი წინადადება, რომლითაც შეგიძლიათ შეხვიდეთ. აუცილებლად ეცდები. დღეს ისე უკან ბრუნდება ის პოპულარიზაცია, რაც მედიცინაშია, მაგრამ გულში რომ ჩავიხედოთ, არც ერთი წამყვანი ექიმი თავის შვილს მაინდამაინც არ ურჩევს, რომ გააგრძელოს ის გზა. რატომ? იმიტომ რომ რთულია და დღეს თუ მედიცინაში კიდევ მოდიან ჩვენი ახალგაზრდები და უნდათ რომ ამ დარგს გაყვენ, ალბათ ხელი უნდა შეუწყოთ ყველანაირად და განსაკუთრებით დასაქმების პერსპექტივით, აი რასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ სამწუხაროდ სამედიცინო დამთავრებული ექიმები თავის ნიჭიერებას გამოხატავენ აბსოლუტურად რადიკალურ განსხვავებულ სხვა დარგებში, იმდიან მშენებლობაში, ან ბიზნესში, ან ფარმაცევტულ ბიზნესში და ასე შემდეგ და ასე. ამიტომაც მოდით მეტი ვიფიქროთ იმ ხალხს, ვისაც ეს ხელეწიფება, რომ ეს კადრები კარგად გამოზრდილი ახალგაზრდა ექიმები დასაქმდნენ იმ სფეროში, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. დრო პრაქტიკულად ამოგვეწურა, მაგრამ მსმენელი გველოდება და ჩავრთოთ და მინდა ვთქვა. აღარ ყოფილა ხაზე კარგი. მაშინ დაახლოებით 1 წუთი თუ გნებავთ რომ მიმართოთ ან ექიმებს ან ჩვენს მსმენელებს რა გინდა ერთგვარი რეზუმესთვის შემოსევნა. ქალბატონი ბაიამ რომ დაასრულოს ეს თემა უფრო უპრიანი იქნება, იმიტომ რომ ის უდგა სათავის შემოს. მე უბრალოდ ერთს ვიტყოდი რომ ჩემ ერს, ჩემ საყვარელ ადამიანებს, ჩვენ სრულიად საქართველოს და იმ ადამიანებს, რომელიც მოღვაწეობენ საქართველოს ფარგლებებში, უსვენებთ ჯანმრთელობას და უახლოეს პერიოდში მათ ეცხოვროთ გაბრწყინებულ, ჯანმრთელ და ერთიან გამთლიანებულ საქართველოში და მეტი სიყვარული გამოგვეხატოს ბატონ გოგი ერთმანეთის მიმართ. აი ქუჩაში იქნება, კლინიკაში იქნება თუ ნებისმიერ თავშეყრის ადგილში. ჩვენ მეტი სიტყვა უნდა გამოხატოთ ადამიანებს ერთის მიმართ. გისურვებ ჯანმრთელობას და ალბათ ქალბატონი ბაია დაასრულებს აუცილებლად ჩემი სურვილიც ეს იქნებოდა პირველ რიგში. დიდი მადლობა მოწვევისთვის ბატონო გოგი, დიდი მადლობა თქვენი პროფესიონალიზმისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას როგორც თქვენ, ასევე მთელ ჩვენ ერს, ჩვენს მოძმეერებს იყავით ჯანმრთელნი. ვაკეთოთ სიკეთე, სიკეთის კეთება გადამდებია და გელოდებით დღეს საღამოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საღამოს 6 საათზე. დიდი მადლობა გალბატონო ბაია, ბატონო კახა წარმატებებს გისურვებთ. შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი მედიცინის აკადემიური დოქტორი გალბატონი ბარბარე ბაია ბეზარაშვილი და ბატონი კახა ვაჭარაძე პროფესორი, საქართველოს რესპირატორული ასოციაციის ხელმძღვანელი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირატორული ასოციაციის პრეზიდენტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, თან ამისთანავე დღეს რომ გამონახეთ საშუალება და მობრძანდით, ახლა ისევ ფილარმონიისკენ მიბრძანდებით და დღევანდელი საღამოს წარმატებით ჩატარებას გისურვებთ და ზოგადად წარმატებებს თქვენს კეთილშობილურ საქმიანობაში. თქვენთან ერთად უკვე მადლობა უნდა უთხრათ ჩვენს მსმენელებს, ვინც დაგვირეკა და ვინც ვერ დაგვირეკა, ყველას დიდი მადლობა, ვინც გვისმინა დღეს. ნათი არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ინგა გურგენაძე და გიორგი შოკოშვილი მუშაობდით გადაცემაზე. ორშაბათს გაიღება ღია სტუდია. თქვენთვის ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ ჩვენო დისკო რადიოს გარეთ. მომავალ შაბათს. დიდი მადლობა. Студия.